გამომშვიდობის 5 საათია და უკვე როგორ ჩამოვდნელა. დავთი ახლა ჩემი განათება, მაგრამ განათების ფონზე ის ვიდეო რისი გადაღებაც დღეს მინდა არ მგონია ესეთი კარგი ხარისხის გამოვიდეს და რა მინდოდა ახლა მიჩვენებია ძალიან დიდი ხანია ვაკვირდები აი ამ ტონალური არა უფრო დამატენიანებელია ისეთი ბზინვარე ეფექტით Dior-ის Forever Glow Skin Glow მე ზოგადად არ მიყვარს მათი ეფექტი განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, როდესაც კანი გამომშრალია, როდესაც ან თუნდაც პუდრს ან მათი ფინეშის ტონალურს ისმევ სახეზე, ყველა სიმშრალე, ყველა წვრილი ნაოჭი აბსოლუტურად იკვეთება და ამიტომ განსაკუთრებით ზაფხულში საერთოდ არა საჭირო ესეთი ტონალურები, მაგრამ შემოდგომიდან ზამთარში მიყვარს განათებული კანი, კარგი დატენიანებული კანი და შევიძინე ეს ტონალური. ფლაკონიზე გამოგწერე იყო ფასდაკლება და მე მგონი 51 ევროთ უფასო მოტანით შევიძინე. მოკლედ, ბევრს არ გავაგრძელებ ახლა და მოდით დავტესტოთ. გეტყვით, რომ მე მაქვს კომბინირებული კანი, ზამთრის პერიოდში გამომშრალი კანი და ჩემგან სჭირდება ყოველთვის, ისევე როგორც ნებისმიერ კანს, მომზადება და კარგი დამატენიანებლის წასვლა. ეხლაც გამოვიყენებ ჩემს მიერ დამზადებულ ხელნაკეთ საწყს, რომელსაც არ ვღალატობ და უკვე 8 წელია მხოლოდ და მხოლოდ ჩემს პროდუქციას ვიყენებ. მართალია, შიგადაშიგ ძალიან ბევრ სხვა პროდუქტსაც ტესტავ, მაგრამ ვუბრუნდები ისევ ბიოლოგიურად სუფთა ჩემს პროდუქციას, იმიტომ რომ ეს რომ ხდება ჩემს კანს, ისე არაფერი. კიდევ რეკლამაში ჩამითვალეთ, მაგრამ ვიცი, რასაც ვამბობ და როგორი კარგი პროდუქციაც მაქვს. და ყველა იმან იცის, ვინც უკვე წლებია ჩემს საცხებს და დასაბან საშუალებებს იყენებს. კარგად რომ დავიტენიანებ ესე კანს. შემდეგ უკვე დროა გადავიდეთ აი ამ Skin Glow-ზე. ეს Estee Lauder-ის ტონალური ადრე ძალიან მომწონდა, მაგრამ ვერ ამოვა თავე, ჩემთვის არის ძალიან მძიმე და ძალიან ისეთ როგორ გითხართ, სრული დაფარვა აქვს, მე არ მიყვარს ესეთი ესეთი სტრუქტურის ტონალურები. ყოველთვის მირჩევნია მსუბუქი, ოდნავ გამჭვირვალე, კანის განათებით, უფრო BB კრემი. BB კრემებზე ცალკე ვისაუბრებთ. და აი ამ Estee Lauder-ის შემდეგ უკვე რამდენიმე თვეა გადავაგდე, ისე ჩამისქლდა და ისე გამიფუჭდა, რომ ნახევარზე დავიყვანე და მე უკვე აღარ მინდოდა მისი გამოყენება. ეხლა ვნახოთ ეს რა არის ესეთი ფანტასტიკური ყველა რო გიждდება. Chanel-ის ფლუიდიც მაგ გეგმაში შეიძლება კი არა, მასაც აუცილებლად ვიყიდ, იმიტომ რომ ისიც ისეთი მსუბუქი და ლამაზი განათებისა, მაგრამ დღეს მოდით ეს Dior-ი დავტესტოთ. ნახეთ, როგორი თხევადი, არ ვიცი ახლა ფერი როგორ მომიხდება. პირველი N ნომერი გამოვიწერე და სხვა შორის 20 SPF-იც ქონია. მიყვარს ხელზე ჯერ დაწვეთება და შემდეგ ესეთი პატარა ფუნჯით კანზე განაწილება. მოდით ჯერ ერთ მხარეზე გავინაწილებ, რომ ვნახოთ დაფარვა როგორი ექნება და ზოგადად ჩემს კანზე როგორ დაჯდება ეს ტონალური ფერი. მე მგონი კარგი ავარჩიე, ზამთრისთვის იდეალურია, ზაფხულში დამჭირდება სავარაუდოდ 1 ტონით მუქი, მაგრამ ძალიან რთულია ონლაინ აარჩიო შენი კანის შესაფერისი ტონალური. დაფარვაც საშუალო, არა აქვს მძიმე დაფარვა, სქელი დაფარვა, ისეთი როგორიც Estee Lauder-ს აქვს. ნახევარზე წავისვი და ნახეთ, კარგად დატენიანებულ კანზე. აი ეს ერთი პუმპი, ერთი წვეთი რო დავაწვეთე, მეყო. რა მინდა ვთქვა, ნაოჭებში არ ჩაჯდა, როდესაც კარგი ცაცხი გისვიათ მანდა, კარგად დატენიანებულია კანი,
შვენივრად განაწილდა და მოდით ახლა მაინც სპონჟით კარგად ჩავტომბავ. უფრო უკეთესი ფინიშისთვის. მძიმე დაფარვა არ აქვს, ანათებს ჩემი ჭორფრიც, მაგრამ ძალიან ლამაზი, ნახეთ, ეფექტი დატოვა კანზე. კონსილერი არ დამჭირდება, მე ზოგადად არ ვუჩივი შავ უპეებს და ჩამუშავებულ თვალის კანს, ასე რომ თუ სადღაც განსაკუთრებულ წვეულებაზე არ მივდივარ და მისადმე ქორწილში კონსილერს არ ვიყენებ. დიდ ახლა სახის მეორე ნაწილზეც გადავისვოთ და გავაგრძელოთ სუბუქი მაკიაჟის კეთება და მინდა რაღაც თემებზე გესაუბროთ. რადგან ვხედავ, რომ ბევრმა არ იცის, იმიტომ რომ კითხვებიც დაიწერა და პირადშიც მომწერეთ. ბევრს არ სცოდნია ანა რომ დაინიშნა. აი მე ძალიან ბევრი მომივიდა. ერთი წვეთით საკმარისია, კარგად რომ დაიფაროს კანის ზედაპირი. ძალიან ცოტაა საკმარისი. კი ბატონო, გიპასუხებთ. ზაფხულში, როდესაც დედა იყო ჩვენთან ჩამოსული საქართველოდან, დასასვენებლად ჩემს შვილთან ერთად, ჩემმა სიძემ გადაწყვიტა, რომ მოსულიყო და ხელი ეთხოვა ოფიციალურად, როგორც ქართველების წესი და რეგია ჩვენთვის. ხელი გვთხოვა, მაგრამ იმ პირობით, რომ ანასთვის ეს იქნებოდა სიურპრიზი და მოულოდნელად ისეთ ადგილზე გაუკეთებდა ხელისთხოვნის ცერემონიალს და ხელს ისეთ ადგილზე თხოვდა, რომ ყველასთვის სიურპრიზი იქნებოდა და ჩვენ რა თქმა უნდა დავთანხმდით, რომ არ ვეტყოდით ანას ამ ამბავს, მაგრამ აი ერთი სული გქონდა, რომ ჩვენი სიხარული, რა ვიცი, გაგვეზიარებია ანასთვის და მიგველოცა ეს ესეთი მნიშვნელოვანი დღე. ნახეთ, გადამრჩა. ალბათ ამას სპონჟით გავინაწილებ. ძალიან ცოტაა საჭირო. და ჩვენც არ ვიცოდით სადაპირებდა ჩვენი მომავალი სიძე ანასთვის ხელისთხოვნას და ასე გავიდა ერთი კვირა, ორი კვირა. კიდე გვაგვიწყდა უკვე ეს ამ სიურპრიზის შესახებ და ისეთ მოხდა, რომ მივდიოდით რამდენიმე დღიანი შვებულებით პარიზში და ანამ და მისმა საქმრო გადაწყვიტეს ჩემი ვერსალში წაყვანა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია ვერსალის დათვალიერება მინდა, ნახულება მინდა, იმიტომ რომ ყველა ფილმი რაც კი ფრანგულ პრინცესებზე, მეფეებზე, ვერსალზეა, ყველა გადაღეჭილი მაქვს. ყველაზე პირად იცი და ყველამ კარგად იცის, თუ როგორ მიყვარს იქ, მიყვარდა ის დრო, ის ეპოქა და ზოგადად ვერსალი. წავედით ვერსალში, დავათვალიერეთ და ქვემოთ ჩავდივართ უკვე. ბაღში ძალიან დიდი ბაღი არ დამთავრდა და მივხვდით ამ სასიძოს კაცს. თქვი სად მიდის ეს ბიჭი დავიღალეთ. თან სასახლეში რაღაც სუვენირები ვიყიდეთ, საპნები, დრაჟე კანფეტები, რაღაცები და ყველაფერი ეს ისე დამძიმდა. პატარა სურათებს და ვიდეოს აუცილებლად ჩაგირთავთ და გადახედეთ. არ დასრულდა გზა და სად მიდიხართ მეთქი და იქა უკანო ეზოს ბოლოში პატარა რესტორანია და საბაღშმით წავიდეთ, იქ უკვე დავჯავშნიო წუხელო. მე კაი რას ვეტყოდი, კი მოგშვიდა ამდენ სიარულში და ამდენ ფოტო ვიდეო გადაღებაში, მივყვებით ახლა. როდესაც მივუახლოვდით ბოლოს უკვე გასასვლელ ღობეს, უცებ გავიხედე, დაიჩოქა ერიში გერმანელი სასიცომყალს და გაიშალა დიდი, როგორ გითხრათ, სტენდივით, სადაც აწერია გამომყვები ცოლად ქართულად, ანანოს სურათი,
მიყვარ ხარ ქართული ასოებით, ამ სტენდის უკან ბიჭები დგანან მეგობრები ხელში უკავიათ ესე გაშლილი აქვთ ეს ამხელა რა ვიცი ტილოს ნაჭერი, მეტი არავინ არ ჩანს, ამ ბიჭებსაც ვერ ხედავ უკან ვიდგას. ანა დაბნეულია. მეგონა რომ საერთოდ სხვისი ცერემონია იყო რაღაცა და დედაჩემმა მითხრა, კაცო აქ ვარ შეიძლება ესეთი მსგავსი ხელის თხოვა დაბადების დღების აღნიშვნა და იქ რა ხდებაო? მარინ ჩემმა დიშვილმა ხეივნებია ძალიან ლამაზი ბუნებაა და ერთი იმ ხის უკნიდან გამოდის, მეორე აქედახიდან. ორი ადამიანი ელომშობლები კიდევ იქიდან გამოდიან და შეიძლება ერთი 20 ადამიანამდე. ყველას ემთქონეთ ეს დაგეგმილი. უცებ გაიშალა სუფრა. ეს მაგიდა საიდან მოიტანეს ან გადასაფარებელი, ან ეს ბუშტების შამპანური ჭიქები წამებში მოხდა. იქ არ შეიძლება მსგავსი რაღაცა და ეთყობა ჩქარობდნენ, რომ მაინც ვიდეო კამერები ამას ყველაფერს რომ ფიქსირებს, არ მოვიდნენ ახლა და არ ჩაგვეშალოს ყველაფერი და ჩქარ-ჩქარა მოხდა ყველაფერი. მოვასწარით სურათებიც, მოვასწარით ყველაფერი ეს მაგიდა აღმოჩნდა სარეკლამო რაღაც ბანერი გადატრიალებული, რომელიც შემდეგ ისე უკან მიიტანეს და იდგა დედასადენამტილო სამამამტილო. ისეთი ორგანიზაცია გაუკეთეს ყველაფერს, რომ არ ვიცი ეს ალბათ იყო ყველაფერი კვირაზე მეტი, ორ კვირაზე მეტი წინ დაგეგმილი. და ჩატარდა ყველაფერი, დავლიეთ, მიულოცეთ, იყო სიცილკისკისი და ერთი ამბავი და გამოჩნდა დაცვის თანამშრომლების მანქანა და ყოველგვარი ხმაურის გარშ ჩუმად მოგვიახლოდნენ, მიხვდნენ რაშიც იყო საქმე, მოგვილოცეს და ძალიან ზრდილობიანად 7 ხმით გვითხრეს, რომ აი ყველაფერი სიაგველაგებია, რომ არაფერი არ დაგვეტოვებია, ეს არც დეკორაცია, არც პლასმასის ჭიქარაფერი, ყველაფერი აალაგეთ და ამიტომ რომ აქ მსგავსი ცერემონიები იკრძალება. მადლობა გადაუხადეთ, ყველაფერი ავალაგეთ და ჩვენ შევდგეთ მე უკვე ფოტოებს და გავიგზავნეთ რესტორანში, აღნიშნეთ და მოკლედ ასე დაინიშნა ვერსალში ჩემი შვილი. შემდეგ ვიდეოებში უკვე დანარჩენ ინფორმაციას მოგაწვდით ქორწილის შესახებ, როგორ რანაირად, მოდით მე დავიფიქსირებ ანამდე აი ამ ტონალურზე. და ეხლა ვემზადებით უკვე ქორწილისთვის. სავარაუდოდ ზაფხულში გვაქვს ხელის მოწერა, ჯერ ტერმინი უნდა იყოს, ყველაფერი ჩაწერით რიგებით და ასე შემდეგ, ნუ გეგმავთ. და საქართველოში სავარაუდოდ შემოდგომად მე წავლის მივახა ცოტა ბლაშს. აი ესეთნაირად დაინიშნა ჩვენი ანუშკი. მართალია ცალკე ცხოვრობენ უკვე 2 წელზე მეტია, მაგრამ ეს 2 წელნახევარი ჰქონდათ ერთმანეთთან შეგუების და ერთჯერ ქვესთან ცხოვრების პერიოდი, იმიტომ რომ მიმაჩნია რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილება მანამ გათხოვდები ერთჯერ ქვეს რომ იცხოვრებ შენს საყვარელ ადამიანთან, რომ ნახო როგორ ეგუებით. რა გაქვთ საერთო, რაზე გიწევს თვალის დახურვა და პირდაპირ არ მიდიხარ იუსტიციის სახლში და არ აწერ ხელს ასე ბრმად. გაიარეს გამოცდა ერთობლივი თანაცხოვრების 2 წელიწადნახევარი და ეხლა უკვე აპირებენ ოფიციალურად გააფორმონ თავიანთი ურთიერთობა და განვლონ ცხოვრება ფეხდაფეხ, ერთმანეთის თანადგომით და ერთმანეთის მხარდაჭერით. ასე რომ შეგიძლიათ მომილოცოთ. თითქმის უკვე სიდეტრი ვარ. გათხოვებას ულოცავდნენ დანიშვნის შემდეგ ანას და მე ვეუბნები ყველას, რომ ჯერ არ გათხოვილა. ჩვენთან მიღებულია, როდესაც გოგო ინიშნება, უკვე ავტომატურად ცოლ-ქმრად აცხადებენ რატომღაც წყვილს და აქ ესე არა და მეც მიმაჩნია, რომ არ არის ცოლ-ქმარი დანიშნული წყვილი. ცოლ-ქმრად ითვლები იმაში, როდესაც უკვე ოფიციალურად ხელი გაქვს მოწერილი ადამიანთან და ოფიციალურად დარეგისტრირებულია თქვენი ქორწინება. აი მაშინ ხარ უკვე ცოლი და მაშინ ქვია უკვე ქმარი. და ხშირად სხვადასხვა ჯგუფებშიც
რო ვარ გაწევრიანებული, წერენ ქალბატონები, რომ ჩემმა ქმარმაო მიმატოვაო და მერგებაო რამე წილიო ოფიციალურათო დარეგისტრირებული ქორწინება არ ქონდაო და რაღაც წილს რომ ითხოვენ და ასე შემდეგ. ჯერ ერთიც რა წილი უნდა მოგცეს ადამიანმა, რომელთანაც ოფიციალურად ქორწინებაში არ ყოფილხარ და მეორე ქმარს რატო ეძახი ადამიანს? მე რა 20 წელი ცხოვრობ მასთან, ის არ არის შენი ქმარი, ის არის შენი ცხოვრების თანამგზავრი. მე მაგალითად ესე მიმაჩნია. კარგი, ჩემი ფასით ახლა ჩემი ტონალური, ეს არაჩვეულებრივი, მე ვიტყოდი რომ მართლა არაჩვეულებრივია, იმიტომ რომ ნახეთ როგორი გადატრიალებული კანი გამიხადა. აი ამ Forever Skin Glow Dior-ის ტონალურმა, მაგრამ ვერაფერს ვერ გიზამთ ტონალური, თუ თქვენ კანს არ უვლით, თუ თქვენთვის არჩეული არ გაქვთ ის რამდენიმე პროდუქტი, რაც გჭირდებათ დატენიანებისთვის, დასუფთავებისთვის და ტონიზირებისთვის. როდესაც კარგი პროდუქცია გაქვთ არჩეული, შემდეგ უკვე ნებისმიერი BB კრემი თუ ტონალური არაჩვეულებრივად დაგაჯდებათ. ერთი წვეთი საკმარისია ერთ მხარეზე და ერთი წვეთი მეორეზე. მე სადღაც 2-3 წვეთი რო დავიწვეთე, ხელზე ძალიან ბევრი მომივიდა და ფაქტიურად მე უკვე ყველგან გავინაწილე. მითხარით აბა თქვენი აზრი და შანელის ფლუიდზე რას მეტყვით? ჯობია Dior-ს ვიყიდო თუ გავჩერდე ზამთრის პერიოდში ამ ტონალურზე. კარგი, დაგემშვიდობებით ახლა და რახან უკვე ძალიან ბევრი დრო მაქვს, იმიტომ რომ ამ პერიოდში ისეთი ინტენსიური მუშაობა არ მიწევს როგორც ზაფხულში. ბევრი დრო მაქვს თქვენთან ურთიერთობის და ვეცდები რომ კვირაში 2 ჯერ ახალ-ახალი ვიდეოები ჩავწეროთ. რჩევები მოგცეთ და თქვენგანაც მივიღო რაღაც ახალ-ახალი ინფორმაცია და გავითვალისწინო თქვენგანაც ბევრ რაღაცაზე აზრი და რჩევა, რაშიც აუცილებლად დამჭირდებით. დაგემშვიდობებით ახლა.